გამარჯობა. ეს დავითზე დამოკიდებული მარტოობის წუთებია. და თორიზე. დღეს არის ჩემი სტუმარი თორი და მას მოყვა დავითი. როგორც ყოველთვის. მინდა დავითს გადავცე საჩუქარი, რომელიც არის ჩვენი სპონსორისგან, გრავიტონისგან, რომელიც არის სადისტრიბუციო კომპანია და დღეს ტერანოვას რაღაცა პროდუქცია გამოგიზავნა სპეციალურად ჩვენ. პერსონაჟებიდან გამომდინარე არჩევენ სასაჩუქრო. ჩავიჭიტო? ხო, აბა. დიდი მადლობა პირველ რიგში. საკვები დანამატებია? მაგნეზიუმი და კალციუმი და რაღაცეებია. ხო, მაგრებოა, ჯო. დიდი მადლობა. და კიდე რაღაცეებია. ვაიმე, თორი, შენთვის საჩუქრები არ არის? თორიკო, შენ რამე არ მოგერგება აქედან? კალციუმის დანამატი არ გინდა? მადლობა ძალიან დიდი. ვინ არის თორი, როდესაც თავის თავსა მარტო რჩება? თორი არის? შენ დავითს გეძახიან, თუ დათოს გეძახიან, თუ დათო არ ვარ. მეძახიან ხოლმე, მაგრამ არ რეაგირებ. არ რეაგირებ როგორ არის. თუ რა თქმა უნდა დავითის ბევრი ვარიაცია არსებობს, მაგრამ დათო არაზუსტ არ ყოფილა, დავითი ვარ. და პატარ-პატარ ნიკნეიმები სახში არის, მაგრამ ზოგადად დავითი ვარ. გასაგებია, კაი, დავით. ხო, ცოტა ისეთი არა, ოფიციალურია და ხო, მაგრამ მე ძალიან მივეჩვე დამოწ. ხო, მესმის. აი, მეც ახლა ვეჩვევ. დავით. ვინ ხარ მაშინ, როდესაც საკუთარ თავთან მარტო რჩები? რა თქმა უნდა, ბევრი ვიფიქრე ამ კითხვაზე, იმიტომ რომ ნახე შენ ბევრი პოდკასტი და ვიქი რაღაცა ორიგინალური ხო შეიძლება მოიფიქრო, მაგრამ არანაირი ძალიან ჩაურბრი ადამიანი ვარ, უბრალოდ განსხვავდები იმ ძირითადი ნაწილისგან, რომ ხმას არ ვიღებ საერთოდ, როცა მარტო არა. სუჩუმად ვარ და ეს ნეიტრალური ვარ აბსოლუტურად რა, ეს ემოციები რაც მაქვს, რომ ლაპარაკობ კამერის წინა ხალხში, ეს ხდება ტვინში. ანუ ეს პირიმად დაკეტილი აბსოლუტურად. ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს ხოლმე, იმიტომ რომ ხელი მეღლება ძალიან. რაც რომ უცნაური. ყელით ლაპარაკობ და მაგიტო. შეიძლება. არ ვიცი, რას ნიშნავს ყელით ლაპარაკი. არსებობს რა, ანუ ზოგი ან ყელით ლაპარაკობ, ან მუცლით ლაპარაკობ, ან დიაფრაგმით თუ რაღაცა და შენ ლაპარაკობ ყელით. ხო, სრულად შუმი არსება ვარ, შეიძლება ვიტენები კიდევაც მიმოხდები მაგით. ძალიან მიყვარს მარტო ყოფნა და განტვითვალსავითაც არის. მაგრამ ძირითადად იგივე ვარ, უბრალოდ ყველაფერი ხო შიგნით ხდება რა, კარგად არ გამოდის. და გიყვარს მარტო ყოფნა? კი, ძალიან. ხშირად ატარებ მარტო დროს? ძალიან. ეს ევროტური მარტო. ევროტური მარტომ არ დავიწყე ჩემ მოტოს მასწავლებელთან ერთად, ლაზოსთან ერთად და ჩავედით 17 სხვა ქვეყანაში ვიყავით. ყველაზე ზევით ავედით ჰოლანდიაში, ყველაზე ქვევით ჩავედით პორტუგალიაში. და პორტუგალიაში რომ ჩავედით, მანდ უკვე გავიყავით, იმიტომ რომ ლადოს სხვა გიგებები ქონდა, სხვა გიგებები. და აი პორტუგალიდან უკვე მარტო წამოვედი და ძალიან მომეწონა. აქედან ლადოს არ ეწყინოს. საწყიან მაგას არ ვიძახი. ალბათ ლადოსაც მოეწონა. თავის მარტო გულაობა. და იქ მარტო მაინც ვერ იყო. მარტო არ დადიოდა გააგრძელა სხვებთან ერთად, მაგრამ მე ძალიან მესიამოვნა. რაღაცაერთ ფიქრობდი სანამ წავიდოდი საერთოდ რომ რატო არ ნერვიულობ თქო ამ წასვლაზე რა იდეაში ამ ხალხ გზაზე მიდიხარ და სანამ ხო არის რომ აი ორი კაცი მიდიხართ, ეგეც მაქსიმუმ ამ შემთხვევაში მე საერთოდ ერთი ვიყავი. მაგრამ რაღაცაერთ არ მქონია ეს მომენტი რომ უნდა დაუძაბულიყავი ან რაღაცა გადავხდება საშინელი თქო, ანუ არ მიფიქრე მსგავსი არაფერი და ძალიან კომფორტის ზონაში ვიყავი. მით უმეტეს მოტოსტარება ჩემთვის არის აი აბსოლუტურად ყველაზე სასიამოვნო რაღაც. გიჟდები მოტოსტარებაზე. ყველა მეკითხებოდა ხო არ დაიღალე, ანუ ალბათ ხო არ დაიღალე კი არა, ალბათ დაიღალე. არა, საერთოდ არ დავიღალე, ერთადერთი მოდი საჯდომი დამიღალა. აი, მაგ ერთადერთი კითხვა არის, რაც მაწყობს, რამე ხშირად დავდივარ მანქანით. ტრაკი მართლა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ეგ რა. და რატო? იმიტომ რომ ყველა ერთადერთი რაღაცა რაც მეღლება რა, ბევრი ჯდომისგან. ან აი რა ცოტა სტატიკური ჯდომისგან, აი ესენი მაინც უნდა ვაკეთო. საჭესთან აუცილებლად აი ესეთ რაღაცებს ვაკეთებ. არ ვიცი რამდენად სწორია ეს მანევრირება, მაგრამ ეს რასაც ამბობ, მაგრამ მოტოზე მქონდა მაგის საშუალება ცოტა პოზიციები შემეცვალა. ოდნავ წინ გადავწოლილიყავი, პირიქით გავსწორებულიყავი, ფეხების შემოლაგება შემეძლო. საჯდომი დატვირთული გაქვს მაგ დროს? კუნთი? კუნთი საერთოდ. ხო, და საშინელება, ანუ დატკეპნისკენ მიდრეკილი. ეგ ნაწილი არის, მაგრამ ბევრი რაღაც არსებობს, ეხლა თავიდან რომ წავიდი სკამზე გადაკრული,
ბევრ ბრენდს აქვს სკამზე დასამაგრებელი რბილობი. და ეგ დააშველის. ეს ჰაერით იბერება და კომფორტული რბილი იყო და ძალიან დიდხანს მაძლევიან, ანუ 8 საათი შემიძლია დღეში სიარული. აი ხანდახან თან შესვენებითაც მე საერთოდ ვეღარ გზნობდი დაღრილობას. კაი და აი ეს კასკით მაინტერესებს კიდე მე უბრალოდ ძალიან ინტერესიანი ვარ და ვიცი რომ შეიძლება ბევრი არ ჩაგძიებოდა მსგავს შეკითხვაში, მაგრამ მე მაინტერესებს. ხო და კითხე რა პრობლემა. კასკა ხო იზოლაციას აკეთებს ხმის, მაგრამ აბსოლუტურ სხვა არ აკეთებს. ნახე რა არის, რა შევამჩნიე, ჩაფხუტი რაც უნდა წაღებული არის. სწორი იყო, ჩაფხუტი. შოუის, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ჩუმი ჩაფხუტი, მაგრამ როგორც გატესტილია მაშინ, როდესაც ჰაერი პირდაპირ გიბერავს. ისავს იმას, რომ აი აეროდინამიკას თვითონ ჩაფხუტი ქმნის, მაგრამ მე მოტოზე ვიჯექი, წიხო საქარე მქონდა და ამ საქარიდან წამოსული ჰაერი საერთოდ სხვანაირად მირტყავდა ამ ჩაფხუტზე და ძალიან ხმაურობდა. აი ძალიან პრობლემა იყო. იმიტომ რომ ფეხზე რომ წამოვდგებოდი და პირდაპირ ხარი მე მიბერავ და ძალიან სიჩუე მქონდა, იმიტომ რომ იდეალური ჩაფხუტია მართლა რაიანტ იყო ეგეთი სიჩუე ვერ ხვდები, მაგრამ აი როცა ვიჯექი ხოლმე და ეს აეროდინამიკა იცვლებოდა ჩაფხუტის ჰაერის დარტყმის, აი ყურები აი აბსოლუტურად მიწუო და აი დიდხანს კლუბში რო იყო ხო, იცი ძალიან ხმამაღალ სიმღერის ქვეშ და დილით რო გამოდიხარ მთელი ღამე გათენებული და წუილი რო გაქვს. აი ზუსტად ექსიტაცია იყო და ეგ ძალიან დამღლელი იყო და მაგის გამო სულ ყურისაცობებს ვატარებდი. თლიანი შეფუთო დავცალე ასე ვთქვათ ამ ორთვის მანძილზე სულ ვიყენებდი. მუსიკის მოსმენა იმაში შეგილია? კი, სცენა არის, რომელიც ეს ყველა ჩაფხუტში მაგრდება. და მაგას სულ ვიყენებდი აბსოლუტურად, მაგით უსვენდი მუსიკას, მაგით უსვენდი შენ პოდკასტებს, მაგით მოусვინე. ოღონდ თავიდან პრობლემა ის იყო, რომ ძალიან მაღალ სიჩქარეზე აღარ გესმის რა, ეხლა ძირითადად საშუალო სიჩქარე 160 გვეჭირა იქ. იმიტომ რომ ეხლა იქ 110-ია, რომ ვერაზ ვეღარ ჩახვალ, სადაც გინდა რომ ჩახვიდე და მე აღმოვაჩინე, რომ AirPods-ებით შემიძლია ჩავატიო და AirPods-ებს კარგი ხმის გათიშვა აქ, თან იქ ჰაერი უკვე აღარ გირტყავს და აი მან უკვე ძალიან კარგად მესწოდა. აი მან უკვე ძალიან კომფორტულად გზავნობდი, საერთოდ ვეღარ გზნობდი გზას და დროს, როდის გადიოდა, რამდენი გადიოდა. ძალიან კომფორტული იყო. ძაღლებთან ერთად ყოფნას, მარტო ყოფნას არ ქმევ? არა. ძაღლებთან ერთად ყოფნა, ჩემთვის არის, რომ ამაზე ვარ პასუხისმგებელი და კონცენტრირებული ვარ რაღაცა. მარტო არ ხარ მაგათთან ერთად? ანუ მარტო ვარ სახლში, მაგრამ მაგათთან ერთად თუ მოძრაობს ან მე გავდივარ არა, ისევ აი ძაღლებთან ერთად, აი თუნდაც თქვა აი ბუნებაში გაიყვანე და გაშვებული ყავს და მარტო ხარ და არა, მაგ ძალიან ნერვი უფრო ყველაფერი კარგად ჩაიაროს, არის სიტყვაზე რაღაცას არ შეეთხლიშონ, არ ვიცი, რაღაც არ შეჭამონ, თორე ძირითადად ჭამენ ყველაფერს, რაღაცა ჯოქს დაითრევენ, თორე ქვები აქ ნაჭამენ. და აი მაგაზე ნერვი ვიყავ, ანუ მაგ დროს ძალიან მობილიზებული ვარ, რომ ამ სეირნობამ და ყველაფერმა კარგად ჩაიაროს. რამდენი ძაღლი გყავს? კონკრეტულად ახლა სახლში მყავს 3, მაგრამ ჯამში ეს ფულები არიან 6. ჩემს სახლში 3 არიან, 3 მეორე სახლში. გასაგებია. და მოშენების თვალსაზრისით იყო თავიდან თუ? ხო, თავიდან მინდოდა ჯიში რადგან არ იყო ჩვენთან პოპულარული, ძალიან ცოტა სყავდა და ხარისხიანი გამრავლება რეალურად არ იყო ჩვენთან. მაგ მიზეზით დავიწყე, ჯობათ კლუბები და რაღაცები რაც არის ყველგან დავრეგისტრირდი, ყველაფერი საჭირო საბუთები გავაკეთე და 3 პარტია ასე ვთქვათ ლეკობა გვყავდა. მაგრამ ამ 3 პარტიის ვერ აღმოაჩინე, რომ იმდენად სტრესული არის ეს პროცესი, რომ მაპატიოს ჯიშმა, მაგრამ თუნდი სხვა გამრავლოს, იმიტომ რომ ძალიან რთული პროცესია. ძალიან სანერვიულო არის და თუ ცოტა ის ემოციური ტიპი ხარ, არ გამოგივა რა. ყველაზე რთული იყო ეს ლეკოების პირველი 2 კვირა, სადაც ყველაზე სუსტები არიან და უნდა მოძლიერდნენ და აი ეგ იყო სრული საშინელება, ყველა ღამეს ვათენებდი, ლეკვი ოდნავ ცუდად ხდებოდა ეგრევე ვეტერინართან მიმყავდა, რამდენიმე ლეკვი ვერ გადამირჩა, ერთ-ერთ იმაზე რა ქვია, ერთ ლეკობაზე და მოკლედ იმ ხელა სტრესი იყო, რომ მეთქი შემეშვით. მე აღარ მინდა ამ საქმის გაკეთება და მაგის მერე დავანებე უკვე. ხო, ლეკვები მეც ვიცი რა არის. ბევრი ლეკვი. გამოვლილი, ხო? გამოვლილი მაქვს, ხო. ჩემი ძაღლები შეჯვარდნენ. აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული ჯიშის და ნუ იყოს ინგლისური ბულდოგი და მიორსულდა გამიგინე. ეს იყო კატასტროფა. და ფიზიოლოგიურად თვითონ იმშობიარა და გააჩინა 8 ლეკვი. ინგლისურმა. და იყვნენ არ ვიცი, ნუ ინგლისურის რაღაცა ერთი ბაყვის ხელა ლეკვები, როგორ ეტეოდნენ, ან მოკლედ აი ძლივს გადაიტანა და იყო შანსი, რომ გადაყოლოდა, ძალიან ნერვიულობდი მაგაზე, რა. კი, ძალიან ბევრი ფაქტორი. და მე ამ ლეკვების
შეყვარება რომ დამეწყო, სიყვარული რომ დამეწყო. მე რომ დამეწყო რომ ვაიმე მგონი არ სუნთქავს და ეს შემოწმები რომ ხო ნამდვილად სუნთქავს ყველა ლეკვი და აი იმდენით სადარდებელია და ისე კიდე კაი ჩემ სამეგობროში დავარიგე, აგერ ახლოში. კი, ძალიან ახლო. ყველა ფსიქოპატია. ყველა. ანუ ფსიქიკურად არც ერთი არ არის ჯანმრთელი. გიჟები არიან, ოღონდ ბოროტები არ არიან. ხო, კეთილები არიან, ოღონდ აი მართლა არ ვიცი. კაი ეკეტებათ და შეუძლიათ რომ დაგაგლიჯონ მთელი ტანი. ოღონდ სიყვარულით რა. ხო და. რა კარგია. შენ მითხარი შენ ძაღლზე რომ აქვს შფოთვა. ხო. ბავშვებიდან გამოყოლილი. თავიდანვე. ვინ ადგენს ამას? გამოცდილებიდან ვიძახი უბრალოდ. მაგრამ არ დაუდგენია. რაც შემოჩნია და რაც 6 წელია ყავს თორი. სუფთა გამოცდილებიდან ვიძახი მაგას თავიდან რომ მოვიყვანე, ყველაფერს ეშინოდა აბსოლუტურად, იმიტომ რომ თვითმფრინავად იმგზავრა უკრაინიდან და გადაждომაც კი მოუწია. და ეთყობა გზაში არ ვიცი რა გამოიარა და საერთოდ ძალიან დასტრესეს. ხო და ნუ ეგ თავიდანვე შემოჩნია რომ რაღაც ძალიან დასტრესილი იყო ყველაფერზე, გარეთ სეირნობაზე, მანქანების ხმაურზე, ახალ ხალხთან შეხვედრაზე, სულ ეს ყურებს კეცავდა, ეს თავს ქვევით ხიდდა და საცოდავ პოზიციას იღებდა. მე ძალიან ვეცადე მაგის გამოსწორებას, ძალიან ხშირად სოციალურ გარემოში იყო და ბევრად გამოსწორდა რა შედარება არის, მაგრამ მე ცუდი გამოსწრებების დაემატა, ვიღაცება შეაშინეს, ვიღაცა ღამე ისე მოვიდა, რომ საერთოდ არც დამელაპარაკა და გული გაუსხდა, ასე ვთქვათ, ძალიან შეეშინდა და ეს პატარ-პატარა ტრავმები ძალიან ჩარჩენილი აქვს რა. ანუ რეალურად ამ ჯიშს რო არის პატარა ლეგენდასავით რო არიან აფექტურები, ცოტა აგრესიულები. ეგრე არის თუ არა? გენეტიკურად არ არის ეგრე. მე შემიძლია შევძინო ძალიან მარტივად. თნიან ეგრე პირი, უბრალოდ თუ უნდა თუ აგრესიულები გახადან თნიან ეგრე. რა თქმა უნდა, გამოცდილება არის. თვითონ ჯიშობრივად, ასე ვთქვათ, კარგად მოშენებული ამერიკული ბული არის ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული, ძალიან კეთილი. ანუ კომპანიონის ფუნქცია აქვს სრულიად, სადაც შენ ხარ ისიც მანდარის, ძალიან ბედნიერია მაგით, მაგრამ მე ნებისმიერ იდეალურად გამოყვანილი ცუგო შემიძლია შევძინო ის საშინელი თვისებები, რომელიც ხალხს სტერეოტიპულად, ასე ვთქვათ, რაღაც კონკრეტულ ჯიშებზე მიაჩნია. Golden Retriever-ი აიღე, ისეთი აგრესიული შემიძლია გავზარდო, არც ერთი სტერეოტიპული პიტბული არ დაგესწრება ეგეთ. ხო, ანუ ეგ სრულიად გაზრდის ნაწილი არის. გენეტიკურად ამათ მთელი ფუნქცია აქვს კომპანიონობა. კაი, შენი ცხოველების მიმართ სიყვარული საიდან მოდის? ბავშვობიდან? ბავშვობიდან. ყველა ფოტო ბავშვობაში რაც ფაქ რაღაც ცხოველთან ერთად ვარ, ხან კაცმებთან, ხან კვატებთან, ხან ცხვართან. უამრავი მოგონება მაქვს ამ ლეკვებიც მახსოვს ძალიან ბევრი სოფელში რო იყვნენ ხოლმე და ეს ფოტო მაქვს ესე გვერდზე ყოსაყვანილი ლეკვი და უსაყვარლესია, მაგრამ ძალიან დიდი ხანი რა თქმა უნდა არ მყავდა ლეკვი, იმიტომ რომ ძაღლი ძალიან მიდოდა, მაგრამ არ ყავდა რომ ვინ მოულიდა ასე თქვა რა. შობელმა რო იცის, რა თქმა უნდა, მე მაგის მოულელი არ ვარ და всё. მორჩა, ნუ ძალიან სწორიც არის, იმიტომ რომ მე ხარ რა თქმა უნდა ვერ მოულიდი ძაღლს ადრეულ ასაკში და მაგის გამო არასდროს არ მყოლია და სულ მინდოდა, აი მომენტი არ ყოფილა, როცა ძაღლი არ მინდოდა რომ მყოლოდა. მაგრამ აქვე ვიტყვი რომ ძალიან უცნაური შეგრძნება დამეუფლა, როცა მართლა უკვე მყავდა ძაღლი პირველად და ის ემოცია გამიშთა, რომ უი თურმე ჩემზეა ძაღლი ბოლომდე დამოკიდებული. რაღაცა გახდა ჩემზე დამოკიდებული და რაღაცაზე პასუხისმგებელი ვარ. ანუ აქამდე არაფერი არ იყო, ასე ვთქვათ, არაფერი არ მებადა, არაფერზე არ ვიყავ პასუხისმგებელი, არაფერი არ იყო ჩემზე დამოკიდებული და უცებრად თორი მყავდა სახში, ესე უცებრად არსება 4 ფეხა ზის და ვაცნობიერებ, რომ აი დამერხა ეგეთი ვარ. მომავალი 10 წელი, всё, ну საშუალო ვიძახი 10 წელს რა თქმა უნდა. всё, ანუ მე უნდა რაღაცა პასუხისმგებლობა ავიღო, რომლისთვისაც არ ვიყავ იმზად იმ ხრი, რომ საერთოდ გააზრებული სამქონდა, რომ ეს საჭირო იყო. და იმ ხელა სტრესი მივიღე თავიდან, რომ მე ამას შევძლებდი თუ არა საერთოდ და მე ამის გამკეთებელი არ და შანსი არა მე ეს არ გამომივა და ძალიან ნერვიულობდი პირველი თვე მახსოვს, რომ აი სულ ნერვიულობაში გავატარე. თან პარალელურად რომ ეს ძალიან პატარა რო იყო და ძალიან საყვარელი იყო, იქ მიბალანსებდა მაგას, მაგრამ მახსოვს რომ ძალიან ვინერვული რომ მაგ ნაწილზე, თუმცა ძალიან გამზარდა იმან რომ ეგ გადავიტანე, ასე ვთქვათ. ძალიან დიდი გამოცდილება მომცა დისციპლინაში, პასუხისმგებლობაში, ასე შემდეგ ყველა თვისება რაც მოაქვს ამ ყველაფერს და ძალიან ბედნიერი ვარ ეხლა რომ ეს დიდ თავარსება აგერ გვერდზე მიზის და პოდკასტში არის მოწმეული. მოდი ცოტა. მე მაინტერესებს ევროტურში როგორ მოახერხეთ წასვლა. ძაღლების მხრივ?
ევროტოში მე ვერ არ არსებობს ადამიანი, ვისაც ან როგორ შეიძლება დამეტოვებინა? ჯერ ისეთი ერთი თვე ორი ადამიანი მყავს, ვისაც შემიძლია რომ დაუტოვო 5 დღე ვთქვა თუ ამბობ და ეგეც არის სუნერვიულობა. შენი თუ ძაღლების? ჩემი. რაზე ნერვიულობა? რომ ვაიმე ხო ჭამა, ვაიმე ტრაწი აქ იქნებ და ვერ შეამჩნიეს, ვაიმე იქნებ, აი ესეთი უბედური ფიქრები. რომ აი იქნებ ტკიპა გაუჩნდა დააჯდა და ვერ შეამჩნიეს. თქო, მიუხედავად იმისა, რომ ჩემ ორ უახლოეს ადამიანს ძალიან მაგრავენდობი მართლა. მაგას ხო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო, რომ ენდობი და ანდობ და იცის სპეციფიკა თითოეული შენი ძაღლი, იცის შენი ძაღლის ხასიათი. მაგრამ აი ისეთ რაღაცებზე მე ფიქრება, რომ ვაცნობიერებ, რომ ანუ რაღაც არ მაქვს რა აქ. მესმის. არა, ძალიან სწორი არის. მქონია გამოცდილება და მეც ზუსტად მაგშიშები გამართებულიც კი ყოფილა რა. მაგალითად ჩემებთან დამიტოვებია, აი ერთი ღამით მაგალითად მithოვე რა თუ შეგიძლიათ დაიტოვოთ მეთქი, იმიტომ რომ სიტყვაზე აბორჯოში მინდოდი ერთ ღამით ვჭებოდი და ის ერთი ღამეც რადგან ეხა ამათ სპეციფიკა ჩემზე კარგად არავინ არ იცის ისე გამოვიდა რომ რაღაცა შეჭამეს და ცუდად გახდა თორი გამხდა ცუდად გამხდარი რომ ჩამოვედი და მე მომიწია მაგის კურნალობა და ასე რომ ძალიან ვალიდურია ძალიან სწორიც არის და მაგის მერე მარტო ვუტოვებ კახა კვირიკაშვილს თავის სასტუმრო აქ ცუგების და ჩემი ვაკაციც არის ზუსტად მაგისგან ძალიან რაღაც მაგ ნასწავლი ზუსტად ვიცი როგორ უვლის აგრესიულ ზაღლებს ეს ეგრევე არ იტოვებს როგორც ვიცი ჯერ მინიმუმ ხო უნდა მოერგოს მაგ სიტუაციას და ეს აგრესია მაინც გაიგოს ალბათ საიდან არის ესე უბრალოდ პირდაპირ აგრესიულ ძაღლი დაიტოვო ალბათ ლოგიკური არ არის არა უპასუხებლობაა უკვე ხო რა თქმა უნდა ეხლა თვითონ უფრო კარგად იცის მაგ სიტუაციაში რა შევა მაგრამ მე просто ვარაუდობ უბრალოდ რომ ალბათ არა ჯერ რაღაცა მინიმუმ პირველი ნაბიჯები მაინც უნდა გადაიდგას რომ მაგის საშუალება იყოს ძაღლის დატოვების თუმცა ყველა ძაღლი მოძულებადია კაღაზღელში რაც მინახავს ისეთი ძაღლები გამოუსწორებია ასე რომ მგონია რომ რაღაც მომენტში ძალიან აგრესიულ ძაღლსაც დაიტოვებს ხო ანუ შეიძლება რომ ფლოკიზე გამოველაპარაკო იმიტომ რომ ანუ ის რა არის თუ ახლა წარმოგიდგენთ ორი უახლოესი მეგობარი მყავს რომლებთან ერთადაც ვტოვებ ამ ორთან ერთად ერთდროულად ვერსად ვერ მივდივარ იმიტომ რომ ძაღლის დამტოვებელი აღმოყავს ან ერთს უნდა დაუტოვო ან მეორეს და რა ვარია ეხლა რომ იცი რომ კაი ხო მე დავიტოვებ ნანკა შენ ძაღლს და თქვენ წადით ორნი მივხვდი აი გამოდის ხო და ის არის რა აი სამივე ერთად თუ მინდა რომ წავიდეთ რა გავაკეთო ვერსად ვერ მივდივართ სამივე ერთად გასაგებია ცად ეს ვარიანტი რაც მე ვცადე იმიტომ რომ ეს ორი თვე მართლა არ გამოვიდო და შანსი არ იყო მაგის გარეშე ხო მაგითაც თქო გავედი და მაგით შევძელი ამ ყველაფრის გაკეთება სხვანაირად ვერ ვიზავდი მე მაინტერესებს შენ მენტალურ რაღაცა ბრძოლები ალბათ ყველა ადამიანს აქვს რა ცხოველები ამაში გეხმარებიან მარტივად გადაიტანო უფრო აი რეჟიმსაც ეხმარება მე მაგალითად ძალიან მაგრად ამეხმარა ფლოკის სეირნობა რა ანუ ესე რო ვიცოდი რომ 9 საათზე უნდა ვიყოთ ვერის ბაღში აუცილებლად რაღაც რო არ ჩამჯდარიყავი სახში აი შენ ეგეთი რაღაცა შემთხვევა გქონია? ეგეთი მომენტი როცა მქონია, ახლა ცოტა უცნობი ფორმულირება გამოდის ამას, მაგრამ ძაღლებზე ეგ პასუხისმგებლობა არ გადამიტანია. სულიად ჩემ თავზე ავიღე. და ისე ვაკეთებდი მაგ ყველაფერს, მარტო გავდიოდი სადაც სიტყვაზე ეგ სიტუაცია მშველი და კონკრეტულად იყო როცა ყველაზე მე დაჭირდებოდა რაღაც გადალახვა, იყო რომ დავიწყე კომბატ სპორტი. MMA დავიწყე და აი ეგ იყო ჩემთვის აღმოჩენა მეთქი ეს რა კაი რაღაც აღმოვაჩინე ანუ იმდენად სრულიად იცლები და მშვიდდები რომ არაფერი სხვა სანდრიულო ასე ვთქვათ აღარ გრჩება სრულიად იკტოვებდი ყველა ემოციას სადაც არ იყო საჭირო რომ დაგეტოვებინა მithwet ეს ნუ ბავშვები დავარჯიშობ მაგრამ კონკრეტულად კომბატ სპორტი ძალიან გვიან აღმოაჩინე 2 წლის უკან და ძალიან მომეწონა შენ მიყვარდა რასაც ვქე მაგის გარეშე კომბატ სპორტი რა არის ჩხუბი ნებისმიერი ანუ კომბინირებულია? არა, კომბატ სპორტი. გიგარასაც ამბობდა, რომ ისიც არის ტაიკვანდო. ეგ არის MMA. აგი, ყველანაირი ბრძოლა. კი. ხო, ხან ბოქსზე ვიყავი, ხან იქ ვიყავი, ხან აქ ვიყავი და ეს ყველაფერი კომბატ სპორტია და მაგან ძალიან მიშველა. ანუ ძაღლებზე არ გადამიტანია ეგ ნაწილი. ძაღლების მოვლა ჩვენ გავაგრძელე როგორც აქამდე ვაკეთებდი.
არაფერი არ შეცვლა, ამათ იგივენაირად უზიარებდი ჩემს სიტყვას და სიყვარულს, ასე ვთქვათ, ხო, აცვლება მაგნაწილში არ ყოფილა. ვინ ხარ პროფესიით? პროფესიას რას ვეძახით, ეგ უნდა გავარკვიო, იმიტომ რომ ჩემს შემთხვევაში უნივერსიტეტი დამთავრებული არ მაქვს მაგალითად. შუაში მივხვდი, რომ ეგ საქმე მე არ მომწონდა, სწავლობდი პროგრამირებას. და მეთქი, წარმოვიდგინე, რომ მთელი ცხოვრება ოფისში უნდა ვიждე, ან სახლში უნდა ვიждე რემოუტად, მაგრამ უნდა ვიჯდე და კომუნიკაცია არავისთან არ უნდა გქონდეს, მაგრამ იმდენად გამჭედა გონებრივად, რომ მეთქი უბედური ვიქნები, შანსი არა მე რო გავაკეთო და მესამე კურსიდან შევწყვიტე აბსოლუტურად, რაც ძალიან რთული გადაწყვეტილება არის ზოგადად ალბათ უნივერსიტეტის თავისდანებება. მით უმეტეს იმ გარემოში სიტყვაზე ვიზრდებოდი, ყველას ჯერ კიდე ის ნაწილი იყო, რომ სამსახური უნდა იპოვო შენი პროფესიით, რასაც დაამთავრებ და მთელი ცხოვრება იქ უნდა იყო. აი ეგ მენტალობა იყო ჩემ გარშემო. და მეთქი არ მაინტერესებს, მე ჩემი ბედნიერებისთვის ცხოვრობ და მესამე კურსზე გადავწყვიტე, რომ всё აღარ მინდა და ძალიან მინდოდა, ვარჯიში ძალიან მიყვარდა და ძალიან მინდოდა ტრენერობა. გავიარე შესაბამისი კურსები, ლექციები, სწავლება და დავიწყე მე სტაჟირად მუშაობა ტრენერად 3 თვის მანძილზე და მე ასე ვთქვათ განვითარდა ეგ ჩემი ნაწილი მაგ სფეროში. მე მთავარი ტრენერიც ვიყავი, ძალიან შემიყვარდა ეგ პროფესია, ჩემი სუბიექტური განმოსახედიდან ძალიან კარგად უდგებოდი მაგ საქმეს, გამომდიოდა კიდევაც. დღესდღეობით მაგ სფეროში ლექტორიც ვარ, ფუნქციონალურ ვარჯიშებს ვასწავლი. მაგრამ მე ტრენერობას მომბეზდა, ტრენერობასაც დავანებე თავი და საბოლოოდ მივედი იქამდე, რომ ვარ full time content creator. რაღაცნაირად გზამ თავისით გაიკვლია, ასე ვთქვათ, მიმართულება. არაფერი წინასწარ დაგეგმილი არ მქონია, უბრალოდ იმ მომენტში, სადაც ვიყავი, როგორც ვიყავი, ვაკეთებდი იმას, რაც მაბედნიერებდა და მაგაც ძალიან სწორი და კარგი შედეგი გამოიყო. ყოველთვის ვცდილობდი, რომ იმას ჩავჭიდებოდი, რაც ცოტა იმედს მაძლევდა და კარგ ადგილასაც მიმიყვანა მაგ ყველაფერმა. ასე რომ ხო, პროფესიით არ ვიცი რა გამოვდივარ. ვისაც უნდა ის დამარქვას. ხო, ეგ მაგარია, ანუ როცა რა გინდა ის იქნები. მაგას რო ხო, ნუ მე მაგის ძალიან მარტივად ვჯერა, არ ზუსტ არ ყოფილა ჩემთვის ეგ რაღაცა წარმოუდგენელი, იმიტომ რომ ძირითადად გარშემო რაც მქონია ლაპარაკები, ყველასთვის ძალიან რთული არის, რომ აი ერთ წელიწადში სიტყვაზე როგორ შეიძლება რომ სულიად შეიცვალო პროფესია, არა და ერთ წელიწადში ძალიან ბევრი რაღაცის სწავლა შეიძლება, რა თქმა უნდა, ეგ თუ სიამოვნებს მოგწონს და გაბედნიერებს, პირადი გამოცდილებიდანაც და ბევრი, ასე ვთქვათ, მოსმენელი გამოცდილებიდანაც ძალიან ნორმალური ყოფილა თურმე ეგ, უბრალოდ იშვიათი იყო იმ პერიოდში, როცა მაგის გადაწყვეტილება მივიღე, რომ ის ვაკეთო რაც მინდა. მაგრამ რა ვიცი, ვისაც მსგავსი სტილის ცხოვრება მოწონს და აქვს მაგის ენთუზიაზმი, რომ რაღაც ახალი ინფორმაცია მიიღოს, ახალი სწავლა, ახალი პროფესია აითვისოს, აი ვეტყვი რომ ძალიან მარტივია მაგის გაკეთება, რეალურად უბრალოდ პირველ ნაბიჯი უნდა გადადგა. და ნუ სურვილი უნდა იყოს დიდი და სურვილი ძალიან ბევრ რამეს გაკეთებინებს რა. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. თუ ძალიან ბევრი ადამიანები, ვისაც მოწონს რუტინული სამსახური, უბრალოდ ეს ჩემი გამოცდილება ვთქვი, რომ მე არ შემეძლო მაგის გაკეთება და მაგ ადამიანს ვერ შეტენი იმას, რომ სიტყვაზე მიდი ახლა ახალი რაღაც გააკეთე. არ უნდა და მორჩა, ის თავისას აკეთებს. უბრალოდ ის ნაწილი, რომელსაც ბევრი რაღაცით ცდა უნდა, სოციუმი აკავებს იმაში, რომ არა, შენ ერთი რაღაც უნდა გააკეთო და აი ეგ ნაწილი არის უბრალოდ არასწორი. შენ თუ მაგის მიდრეკილება და მოწოდება გაქვს, უნდა ცადო ის რის გაკეთებაც გინდა. სტაბილური ადამიანი ხარ? რაში? ანუ მივხვდი რომ აი კარიერულად და რაღაცა მაკეთ სამხარეს არ ხარ. ხო, მანდარა. პიროვნულად. პიროვნულად ურთიერთობებში. თუ დაც მაკედან დავიწყებ ჯერ. ცოტა მინდა რომ დავაფიქსირო საით წავიდე, ჩემი გონება რომ გიპასუხო. სტაბილური ვარ იმაში, რომ მაგალითად ხასიათში პრინციპში სტაბილური ვარ. სულ მინდა რომ ასე ვთქვათ, დადებით ნაწილში ვიყო და ძირითადად მაქით ვარ. ნეგატივს არ ვეჭიდები ხოლმე და მაგის სტაბილურობა მაქვს და გამომდის, თუმცა მაგაზე ბევრი ვიმუშავე, მქონია თავის ჩავარდნებიც, მაგრამ არასდროს იმის იმედი არ დამიკარგავს, რომ ყოველთვის მაინც აი აქ და მხარს ვდავიარო, სადაც დადებითია და
არ ჩავიჭიდე იმას, რაც უკან მხევს და მაკავებს. მაგაში სტაბილურობა გამომივიდა და ძალიან მიხარია ეგ ნაწილი მართლა. ურთიერთობებში სიტყვაზე მეგობრები სტაბილურად ისე მყავს ვით ბავშვები და მყავდა და რა თქმა უნდა ახლების შეძენაც ძალიან მიხარია ხოლმე. არ არის ხოლმე რაღაცა განსაკუთრებული გამორჩეული გამოცდილებები იმაში, რომ აი სულიად შევიცვალე ან რაღაცა ხასიათი შემეცვალა. ასე რომ მაგ ნაწილში სტაბილურობა თუ ითვლება რომ სტაბილური ვარ, მაშინ ეგ სტაბილურობა ითვლება ჩემს. მაშინ ვარ. მაგ ნაწილში მაშინ სტაბილური ვარ. როგორ მიაღწიე იმას, რომ ემოციურად იყო სტაბილური? აი რასაც ეძახიან, ხასიათის მუცვინგებს, რა ხასიათის ცვალებადობა. ხო ეგრე ითარგმნება. აი გრო არ გქონდეს. და უგრძნობ გქონდა. ყველაზე სწორად რო გიპასუხო ალბათ, შემიძლია ვთქვა, რომ ის რო ძალიან მამოტივირებს ჩემი იდეალური თავი მომავალში. და აი არ მინდა რომ იმედი გაუცრო ჩემ ხვალიდელ თავს, ჩემ ერთი წლის შემდეგ თავს და ჩემი იდეალურ მდგომარეობას, რომელიც მომავალში აუცილებლად მექნება. ანუ მაგის იმედი ყოველთვის გქონდა და აი ყველაზე რთულ მომენტებშიც ბოდიში რა გიჩრები. ყველაზე რთულ მომენტებშიც იმედი გაქონია მაინც? კი, რაციონალურად ყოველთვის აქვს მაგის იმედი. ემოციურად შეიძლება აბსოლუტურად დაჭყლეტილი ვიყო და არაფრის თავი არ მქონდეს, მაგრამ ზუსტად ეგ ნაწილი არის, რომ მან და უნდა დანებდი. ანუ მან თუ დანებდი, მე თუ გიხავ წააგე რა, თამაში რო გადაიტანო, წაგებული გაქვს მორჩა, მაშინ როგორც თამაშს ისე უყურებ. რაღაც მომენტში მარტივია, ეგრე რა. რაღაც მომენტში უყურებ. ჯობია მგონი. კი, ანუ ხან level up-ი უნდა გააკეთო მორჩა და ის გამარტივდება, ის boss fight-ი რაღაცნაირად მარტივი ხდება მე რა, რაც წინა level-ზე რთული იყო რა. ანუ დაბრკოლებებს როგორც გამოწვევებს ისე უყურებ. კი, რა თქმა უნდა. მაგ დაბრკოლებებს თუ შემეშინა და უკან დავიხიე, თუმცა ანუ მაგ სხვა ნაწილიც არის ხა თუ ვიგრძენი რომ ის დაბრკოლება საჩემო არ არის, მაგას ვეშვები, მაგრამ თუ უბრალოდ არის რომ აი პირველ ჯერზე არ გამომივიდა, ეგ არ მაჩერებს ნამდვილად, ანუ მინდა რომ ვცადო და კიდე გამომივიდეს. ყველაზე დიდი ჩელენჯი ალბათ ჩემს ცხოვრებაში იყო მე გონებრივ ნაწილში ფინანსური ნაწილის გადალახვა. ანუ ყოველთვის მეგონა რომ მაქსიმუმ იმდენის მიღება შემეძლო, რამდენიც აი მარტო მეყოფოდა. აი იყო ყველაზე რთული ალბათ ჩემ გამოცდილებაში რომ ეგ გადამელახა. იყო რომ აი ადამიანი მეც არ იმსახურებს, მარტო ისო ქონდეს რა, აი რაც გეყოფა რა, ეგ იყო ყველაზე რთული. და ძალიან შეიძლება ყოფილა რომ საერთოდ 0 ლარი მქონია მაგის გამო, მაგ ჩემი ასე ვთქვათ, გონებრივი ბარიერის გამო და ყველაზე დიდი ჩელენჯი ალბათ ეგ იყო შემთხვევაში რომ ეგ გამერღვია და ოკეი, შენ იმის მიღებად შეგიძლია რომ ზედმეტის დაგჭერ და იმ ზედმეტით ისეთი რაღაც გააკეთო, სადაც შეთავსაც ასიამოვნებ, შემოყოფილსაც ასიამოვნებ, კი. აი ეგ იყო ყველაზე რთული ჩელენჯი, რაც შემიძლია რომ თქვა. ვიღაცისთვის შეიძლება ძალიან მარტივი იყოს, ან ვიღაცისთვის სასაცილოც კი იყოს, მაგრამ ჩემთვის ეგ იყო ყველაზე დიდი ჭიდილი ალბათ ჩემს ცხოვრებაში, რაც მინდოდა რომ გამერღვია. იმიტომ რომ მინიმუმ ეხა რა თქმა უნდა ჩემ ძაღლებზე ყოველთვის რაღაცა იმას ვაძლევდი, რაც ჭირდებოდათ მათ და თვლიდი რომ საჭირო იყო, მაგრამ მე ჩემ თავს სიტყვაზე არ ვშევდა, ჩემ თავს წირავდი მაგ ნაწილში რა, რომ აი კაი სიტყვაზე ეხა არ წავალ, არ დავისვენებ, ეხა იმას არ გავაკეთებ, ეხა ამას არ გავაკეთებ. და აი მაგრამ ახლა ხსა მოგიჩინე. რატო გონია რომ რაღაცის იქით ვერ მიიღე? ეგ შეიძლება გაქვს? იმიტომ რომ ეგ შეიძლება მქონდა. რომ აი ამის იქით всё აი შანსი არ არის. არ ვრისკავ რა რაღაცებს. აი მაგ მხრივ. როცა აი ეხავე შემიძლია რომ იალა ავიღო ბილეთი ვთქვა და წავიდე ჩემი ოცნების ქვეყანა ვნახო. მოვითმენ. რისთვის ითქვენ? რაღაცა უკეთესი სიტუაცია ფინანსურად რომ მექნება, მე რომ ეხა მაგალითად ძაღლებს რამე არ მოვაკლო მაგის გამო. ხო, ეგ თავისთავად. რაღაც არ ვიცი, დებილობა რა სინამდვილეში. ეხა ხო ზუსტად ვიცი რომ ანუ ყველაფერს ვიზამო და ჩემ ძაღლებს არაფერს არ მოვაკლებ, მაგრამ მაინც მირჩევნია რომ იმათთვის მეტი მქონდეს, ვიდრე ჩემთვის ზუსტად. ვერ გეხსნი ხო? ხტები ძალიან გავხტები. ხო, ანუ შენ თავს ვერ არანებივრებ, ისე ძალიან როგორც გინდა რომ განებივრებ. მე ხელფასზე მივბივარ ზოა მაღაზიაში. და ერთხელ გერმანიიდან ჩამოვუტანე საშინელი სნექები და როგორ მოვწამლე ძაღლები, იცი? შემიქეს, რომ რაღაცა ხორციც ქონდა ამ ძვლებს რა, ცოტა. შეფუთული იყო თერმულად თითქოს რაღაცა, მაგრამ ორ წყევით მოვკვდნავ რა. ვა, მე საათლები. დავატორიკო.
ხო, სნექებს არ ვაჭრობა, მე ალბათ ვერ ვისკავ. აი რა სნექებს არ აჭრობა, ვერ ვიგებ რატო არ აჭრობა. რა პონჩი არ აჭრობა. ვერ ვისკავ, ანუ რამე რო დაიმართოთ, მე კუჭზე რაღაცა არ მოირგოთ და სუსტი აქვს ამათ? თორის აქვს, დანარჩენებს არა. მაგრამ არავის არ ურისკავ რა, არ მინდა იყოს. ჩემები ყლაპოს წყალსაც ვამენ, იმიტომ რომ ჩვენ ეგრე ვართ რა. ხო, ეგ მიჩოვის ნაწილი არის. ეხლა ამაზე გამოსილება არ აქვს. ტყეში დავდივართ, სულ ტყეში გაზრდილები ვართ, რაღაცა ტკიპა შეიძლება კბილით ამოუღო ძაღლს, ანუ ეგრე ვართ რა, ერთმანეთში ხა ყლაპოდან წყალსაც დალევენ ეგენი და რაღაც ჩემი ბულდოგი ტალახს თუ ხედავს, აი მე და ფლოკი ესე ვაკეთებთ, იმიტომ რომ ვიცით რომ შა, ის ჩაწვება ეს. ანუ სხვანაირები ვართ, იმუნიტეტი გვაქვს უფრო ძლიერი. ხო, ეგ ჭირდება. ეგ ჭირდება, ანუ მიჩოვის ნაწილიც არის, ამაზე ვეცადე რომ იმეჩო ეგეთ რაღაცებს, მაგრამ ვერ გაკაჩა, ვერ ქნა. ვაი. არ გამოვიდა. სუსტი რაღაცებს ვერ ქაჩა. სუსტი კუჭი აქვს რა ქნას. მოუწყვეს ვარჯიში, სირბილი, თამაში. კაი, და სუნთქვასთან რა ამბები აქვს? პრობლემები აქვს სასუნთქ? არანაირი, ანუ გადაღლილობა არა აქვს, აი მაგალითად აი ლაშქრობაში წაიყვან 13 კილომეტრს სივლის დღეში. დღეს ვერა, მაგრამ მაგაზე მიჩოვა შეიძლება. აი როგორც ადამიანს ჭირდება რაღაცას რომ მიეჩვიოს და ფიზიკურად მომზადდეს, ზოგებშიც ეგრე არის. ამათ მაგის რესურსი აქვს და პოტენციალი აქვს. რომ ჰაიკზე იაროს და ასე შემდეგ, ძალიან ფორმაში არის მაგალითად ეხა თორი და მსგავს რაღაცას გაკაჩავს. თუმცა მალინო რო ავიღოთ ვერ. ნახე, მაგას ვერ გავკაჩავს. ჩემ ძალიან უცნაური რაღაცა მოხდა, მოკლედ მე მყავს 4 ძაღლი ამ ეტაპზე რა. ყველაზე ცოტა რაოდენობა, რაც კი ოდესმე მყოლია. და ცოტა უჩვეულოდ ვარ. და მყავს 4 კატა ასე. მოკლედ ჩემმა ინგლისურმა ბულდოგმა ვერაფრით ვერ აღიქვა, რომ არის ჯიში, რომელსაც სუნთქვის პრობლემა აქვს, ის აქვს, ეს აქვს. ვერ ხვდება ამას, იმიტომ რომ მალინუასთან ერთად იზრდება და ჯერა რომ თვითონაც მალინუა ალბათ. და გადის იგივე მანძილს, რა მანძილსაც გავდივართ მე და ფლოკი. ოღონდ ენა ლურჯი აქვს. მაგრამ მაინც გადის, ვასვენებთ, რა თქმა უნდა, პერიოდულად, სულ აკვირდები ენაზე რა, რომ არ გაულურჯდეს, იმიტომ რომ ვერ სუნთქ. მაგრამ მე იმას გულისხმობ, რომ აი ნებისმიერი ბულდოგი დაუყენა ჩემსას ინგლისური. აი გამოშტერდები, ისეთი აქტიურია. ფლოკის მანერებს იყენებს. იმ დღეს ახტა აი ამ სიმაღლეზე. ინგლისური ბულდოგი. ინგლისური ბულდოგი. და მე იმას გულისხმობ, რომ აი ძაღლებს რა, ნუ შტამპავენ. მე პატრონები. რა ამისთვის ეს არ შეიძლება ეცერდება, ამისთვის რაღაც ამჯიშს ეს არ შეუძლია, არ შეუძლია, კარჩე შეუძლია რა. თუ გინდა რომ შეძლოს შეუძლია. ეტაპობრივად სწავლადია ნებისმიერ რაღაცა პრინციპში. კი. ხო, ამის თქმა უნდა. თან გავამარიაჟე ჩემი გოგო. ფლოგის არის დარკ ვიკინგებიდან? ხო. კაი პერსონაჟი აქვს. ეგეთი ერთგული მეგობარია ზუსტად ჩემი. ძალიან მაგარია. მე უკვე მე-7 წელია ერთად მოვდივართ და ალბათ ეგეთი იღბლიანი არაფერ შე არ ყოფილა როგორც ფლოგეში ვარ რა. მაგარია. ხო, ეხლა მაინტერესებს აი ის მომენტი, ყველაზე რთული გარდამტეხი შენ ცხოვრებაში, რაც შეგიძლია დაყო, ჩემი ყველაზე საყვარელი კითხვაა, მაგრამ აი ბევრს ყველას არ უშვა ხოლმე ამ შეკითხვას. რაც შეგიძლია დაყო რაღაცამდე და ამის მერე, ანუ გარდატეხა რა მდედან. რამოდენიმე არის ეგეთი, ანუ ორად არ იყოფა, შემიძლია ეგრე ვთქვა. ბევრი ეტაპი იყო, ეს გარდატეხის სასახსრას ეძახიან მაგალითად ბავშვებში. ცხოვრების გარდატეხის მომენტები ეგეთი რამოდენიმე მქონდა. პირველი ასე ვთქვათ მემორი გარდატეხის მქონდა 16 წლიდან, როცა ვარჯიში დავიწყე. და ეხლა შეიძლება ძალიან მარტივად ჟღერდეს ეს ყველაფერი, მაგრამ მაგ ასაკში ძალიან ბევრი რაღაც დავამუღამე, რაც აღმოაჩინე ძალიან გვიან, რომ თუმცა იშვიათია ეგეთ რაღაცის დამოღება. მაგალითად 16 წლიდან დავამუღამე, რომ არავის აზრი არ მაინტერესებს გარშემო. რა მაგარი ხარ. ძალიან გამიხარდა თურმე როგორ შემთხვევით გამომივიდა. უფრო გამომივიდა, იმიტომ რომ რაღაც ეტაპზე, მაგ 16 წლის ასაკთან ახლოში აღმოაჩინე fitness community, რომლებიც მაგ პერიოდშიცვე უკვე ძალიან სამოტივაციო ვიდეოებს იღებდნენ და წერდნენ და ძალიან მომერგო ეგ ნაწილი, იმიტომ რომ ბავშვებიდან სპორტული ვიყავი, ბაბუაჩემის დამსახურებით 4 წლიდან რაღაც სპორტზე მაინც ვიყავი ხოლმე და ბაბუაჩემი ჩემთვის იყო აი ყველაზე მაგარი ადამიანი რა, აი ყველაზე ჯანმრთელი, ყველაზე ძლიერი, ყველაზე სპორტული და სუმინოდა მიმებაძა. და მაგის გამო სულ მევასებოდა აქტივობა და რაღაცების კეთება, მსგავსი სპორტული თემების და ამ 16 წლის ასაკში უკვე დავამუღამე რომ ამ პიროვნული
ამ ფიზიკურ განვითარებას უნდა დაეწიოს პიროვნული განვითარებას. რანაირად დაუმოყავი არ ვიცი, მაგრამ რაღაცა დაუკავშირე ყველაფერი და პირველი ყველაზე მაგარი თვისება ეგ ნაწილი ეგ იყო, როცა აღმოაჩინე რომ გარშემო ასე ვთქვათ, ბევრი საზრი უნდა დაიკიდო. ამას გულისხმობ ხარ ვიღაცა ავტორიტეტი და კარგი ადამიანი რო გეუბნება და უნდა გაითვალისწინო ეს სხვა რაღაცა. საზოგადოების საზრი რა, რომელიც დიდი ალბათობით დამსგონველიც არის ადამიანი. კი, უბრალოდ თავის სუბიექტურ აზრს რო გახვევს, ანუ შენ რო არ გეხება რეალურად რა, უბრალოდ თვითონ რო ჭირდება რაღაცისგან დაიცალოს და შენ მოხვდი გზად უბრალოდ. ეგ იყო პირველი მაგის დამოყავება, მახსოვს რომ სრულიად გადავერთე ამ ფიზიკურ განვითარებაზე და კლასელები მეღადავებოდნენ რომ აი საჭმელად და სკოლაში და კლასში ვჭამდი ხოლმე და რაღაცები, არ მაინტერესებდა საერთოდ. სრულიად ჩემ განვითარებაზე ვიყავი დამოკიდებული. ეგ იყო პირველი, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი ნახტომი, რომელმაც ძალიან გამავითარა. მეორე შემიძლია ჩავთვალო ყველაზე ახლო ეხლა რა, ასე ვთქვათ, recent-ი რაც იყო 1 წლის უკან, თუ 2 წლის უკან. როდესაც ამ მოტოკონტენტის კეთება დავიწყე. ძირთად უკავშირდება იმ ფინანსურ ნაწილს, სადაც აი არ ვიცოდი რეალურად ფულის ხარჯვა როგორ უნდა იყოს. ფული შეიძლება მქონოდა, მაგრამ არ დახარჯავდი არაფერში. მეგონა რომ სულ უნდა იყოს და ესე იგი ნიშნავს რომ ფული მაქვს. რადგან ეგ არ არის ეგრე. რაღაცებში ინვესტიციად ჩაგედო და იმ დროს მეგობარმა ძალიან კარგი რჩევა მომცა, რომ რაღაცების ინვესტიცია თუ არ გააკეთე, ეს ფული არ გაიზრდება. და ეგ პირველი, ასე ვთქვათ, ეგ გარდატეხა იყო, რომ ვიყიდე ჩემი პირველი GoPro-ს კამერა. რომელიც დავამაგრე იმაზე ჩაფხუძე და მაქედან დაიწყო სრულიად ახალი სიტუაცია, რომელიც ჯერ ჩემ გარშემო ჩემ ისტორიაში არ მქონია. აღმოაჩინე ჩემი ძალიან საინტერესო ჰობი, რომელიც ძალიან მომწონს თურმე ამ მოტოკონტენტის შექმნა. მოტოკონტენტში არ გულისხმობ აი მოტოებზე საუბარს. უბრალოდ მოტოს ვიყენებ და მოტოს სიტუაციაში ისევ ჩემი თავი ვარ, არაფერი არ შეცვლილა რა, უბრალოდ დაემატა ერთი აქსესუარი, შეგვიძლია ეგრე ვთქვა. თუმცა დღესდღეობით ჩემი მოტო, რომელსაც ვაიმე ქვია, ძალიან დიდი ნაწილია ჩემი community-ის და გიждდებიან ჩემი გამომწერები ჩემი მოტოზე და მე ძალიან მიყვარს. გოგო არის რო იცოდეთ, მაინც. ხო, ეგ იყო ყველაზე ახლო გარდატეხის მომენტი, როცა ეს ბარიერი ჩემ გონებაში გაიბზარა და საბოლოოდ გატყდა, რომ აი სიტყვაზე მე ვიმსახურებ იმაზე მეც ვიდრე მაქვს. და ეს ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ინვესტიცია ჩავდე GoPro-ს კამერის ყიდვაში. და მე აღარ დამიგლი არაფერი და რეალურად ამ ყველაფერს მე მოაქვს უფრო მეტი ვიდრე ელოდები და მოლოდინიც გაქვს. შემდეგი რამე გეგმა გაქვს ეგეთი რამე, რაც გაწუხებს და უნდა დაამსხვრიო საკუთარ თავში. დასამსხვრევი რაც არის? გო. ანუ ეგრე უნდა მეთქვა დიახ. მაგრამ შენ დაგინახი გო მომინდა რომ მეთქვა. მოდი აკა. მაგაცოზე ჯერ არ მეკითხია. მეკნის ზუსტად შემსავითა. ცალი რო გამოწეული აქვს? ხო. რატო გვაქვს ეგრე? წიაღწევაში ერთნი ხო არ იყავით? აი მე თორე მე მგონი მოდი შევატყუპოთ ჩვენი ნეკნები და იქნებ გაერთიანდეს და გულის ფორმა მიიღოს. ვერ ავწევ ხომ ამას? აწევით აწევი, მაგრამ ცოტა ძიმეა. ძიმე და 25 კილო აქვს. შეიძლება ცოტა შეეშინეს, მაგრამ დიდად პრობლემა არ აქვს ხო. მე მგონა ხელში მოწონს. ჩემთან მოწონს. სხვებთან ეშინია პროსტა უბრალოდ. მე სხვები არ ვარ, მე ხომ ქალიეისვენტურა ვარ. ხო და მითხარი. თან დასაფიქრებელი ვარ, ეგ მაგაზე არ მიფიქრია ჯერ რა მაქვს დასამსხვრევი. არ ვიცი, ალბათ ეს generation trauma არის, რომ ჩვენ ასაკში სახლის ყიდვა შეუძლებელი არის და აი მანდ ვარ გაჭედილი ძალიან ალბათ. ხო. ანუ იმდენად გაძვირებულია ყველაფერი, რომ ალბათ ბანკის გარეშე ვერ ყიდულობ ყოველთვის. ხო, და მე ბანკის მეშინია. მეც. რაღაცა საშიები არიან, არ მოწონს. ჩემი ყველაზე დიდი ფობია არის ეგ რა. სესხი რომ ესმის გავიგებ. ვალი მქონდეს ვინმესი და მეთუმეტეს ბანკის, რომელსაც შეუძლია რომ მე რამე წაგართოს წარმოიდგინა. ძალიან მეშინია. 5 ლარის წესიც არ მაქვს ცხოვრებაში აღებული, იმიტომ რომ არ მომწონს. არ ვიცი, შეიძლება ახლა ეგ ნაწილი ჩაითვალოს ბარიერად, თუმცა არ მაწუხებს რეალურად არაფერი. ეს ის არ არის უნდა დაამარცხო ხა. ხო, არა, დასამარცხებელი არ არის, ეს просто ცოტა ხუმრობით გამახსენდა. რეალურად დასამარცხებლად არაფრისთვის არ ვარ შემზადებული, უბრალოდ მივყვები იმას, რაც ალბათ მაქცევს იმ идеალურ ადამიანად, რომელიც მინდა რომ საბოლოოდ გავხდე, ანუ. კაი, შენ თავში რამოდენიმე თვისება რა შენში ძალიან არ მოგწონს. ძალიან არ მომწონს? აუ, პროკრასტინაცია ვინმე ვერ ვიტან. ვინ არის ეგ? ვინ ახსნა პროკრასტინაცია? დროს უფლანგავ. ანუ ტაიმ მენეჯმენტი საერთოდ არ მაქვს.
და დამოკიდებული ვარ იმაზე, სტრესულ გარემოში მუშაობაზე. სულ ველოდები დედლაინს რომ ახლოს მოვიდეს და იმერე ძალიან მაგრა ვუშაობ და ეგ რაღაცა აქვს თავის ტერმინები რა მაგას. რომელსაც ვერ გადავეჩვიე და ძალიან არ მომწონს. აი ეგ არის საშინელება. მაგას ვერ ვიტან, თუმცა ძალიან თან დამოკიდებულებას იწევს რა, ანუ იმდენად მაგარი кайფია სტრესულ ხო, ანუ სტრესულ მომენტში იმდენად სიამოვნებას ვიღებ, რომ აი სწრაფად ვაკეთებ და თამაგდროს გონება მეხსნება, ეგ სასიამოვნო ხდება, მაგრამ პარალელურად ხო ძალიან სტრესში ვარ რა და ორგანიზმის ძალიან ცუდია რეალურად. აი მინდა რომ მოვიშორო. კაი, შემდეგი. ის მოვიშორო რა. იცი რა? თან არ მინდა რომ მოვიშორო, კარგად მუშაობს. მე ადამიანი ვინც მაგას იშორებს. ხო, თან კარგად მუშაობს რა. მაგრამ ხანდახან მაგისგან ამოსუმთქვა მინდა ხოლმე, ანუ მინდა რომ რაღაცები წინასწარ მოვიშორო და აი ვიცი რომ ვისვენებ რა, მაგრამ არ მაქვს ეგ. მინდა, მაგრამ არ არის. შემდეგი. შემდეგი. რაც არ მომწონს ჩემ თავში თვისება? აუ დილითაზე გაგვიძება მინდა და ვერ ვიძებ. ოთ ამას სერიოზულად ვიძახი. ეს შევა. იგი იგივეა, პროსკატინაცია, არ არის ეს პროსკატინაცია. ძალიან მიყვარს. და პროსტინა უნდა მეთქვა ხო უკაცრავად. პროსტინა. პროკრასტინაცია ხო. ძალიან მიყვარს მზის ჩასვლა. გიჟდე მზის. ეს არ არის შენი თვისი. რაღაცა სვამობ. რაღაცა სვამობ, რატომ უფრო ის ჩემთვის ძალიან ძიმე ნაწილი არის. გიჟდე მზის ჩასვლაზე, არ მაზავ ხოლმე, როდესაც ძალიან სილამაზეა და ფიზიკურად ნანახი რომ გზის ამოსვლა, ანუ ნახომინდა უბრალოდ, მაგრამ შანსი არ მაქვს, ვერ ვიღვიძებ, იმიტომ შანსი არ მაქვს, ადრე დავიძინო, მაგას მე რო ღიზიანდები, ახლა ადრე დავიძინებ, შანსი არა. ისე 7 საათში მეძინება და გამთელი. ისე მოტოთი მზის ამოსვლის დროს კატაობა, კაი გაწესა. მინდა, ალბათ მაგარია, კი. ვინმე მიციცით დაწეროთ კომენტარებში როგორია გამიზიანეთ რომ ვიცოდე. შემდეგი. ნახე არ მაქვს. ძალიან სტრესული გარემოა, ნუ მანერვიულობთ ერთ მაფიქრეთ ერთი წუთი. კაცო, თორის რო ზელავ ხო ცოტა ისე ხარ. ბავშვი სტრესბოლი არის ხა ჩემთვის ბავშვიდებს ეს. ხო, მაგას ვამბობ. თორეს ცოტა ესე უკვე. ეძინება. მოიცა ბიჭო, მოიცა. ფიქრობ. ეხა გეუნება რაც უნდა თქვა. დარწმუნებული ბიჭო, უთხარი ეხლა ასე. აი მე არ ვიცი, თუ შესვენება გავაკეთოთ, თუ შევისაც ნერვიულობ რომ მოდიო პოდკასტში. მართლა? კაი, მაშინ შენი კაი თვისებები მითხარ. კაი თვისება? მეგონა რომ კეთილი ვარ და ძალიან მომწონს. კეთილი უეჭველი ხარ, ძაღლები გიყვარს. არა, ბოროტი ტიპი ვიცი რა ხო შეიძლება ძაღლები გიყვარს. ნუ კაი, აი ჰიტლერი იყო, ბოროტი ტიპი, რომელსაც ძაღლები უყვარდა. აი, ჰიტლერი არ ვარ. ჰიტლერი არ ხარ. კეთილი ხარ და თან ძაღლები გიყვარს. ხო, ძალიან ისა რა ქვია, ჩემ კარგ თვისებაში ვიტყვი რომ მაქსიმალურად ვერიდები მას რა ქვია, კონფლიქტურ სიტუაციებს. ანუ ჯობნი ჩემ ეგოს, ჯობნი ჩემ მას რა ქვია, ემოციებს. ხო, მაგრამ თუ ჩხუბობენ ხო არ გადი, არ გარბი ხარ. დაწყებული თქო ჩხუბი? მაგას იზახი? არა, მან ვარდები. ეგ სხვა პრობლემაა. ოღონდ გამშველებად ვარდები და ყველაზე მეტი მე ვხვდება რა თქმა უნდა. გამშველებლებს ყველაზე მეტი ხდება ყოველთვის, მეც გამშველებად. ეგ ნაწილი არის, მაგრამ ეგ ნაწილი ძალიან მომწონს. ანუ აფექტურ მდგომარეობაში სწორ გადაწყვეტილებას ვიღებ და ეგ კიდე ეგ ალბათ შეიძლება კიდე საკეთის. კაი, გამანეიტრალებელი ხარ თუ ცეცხლის შემთები? არა, ნაირად, რა ცეცხლი. გამანეიტრალებელი? წყალი ვარ, ეს მოსხავს უყურეს. მართლა? ზევიდა. შანსია და. კაი, მრჩეველი ხარ? შენი აზრით? ალბათ ჩემ ხასიათს გააჩნია და გააჩნია ვის ალბათ ვისოვნები გააჩნია. შეიძლება ხარ ჩემ ახლოს მაგაც ძალიან უხეშად ურჩიო რაღაც და ვერაფერი ვერ გავაგებინო, იმიტომ რომ ჩემი ზოგაცია ძალიან მაგარი მინდა მაგისთვის და მაგის გაუგება რევანაზე ვთქვა რაღაც მომენტში. აფექტური ხარ? არა, ფეთქებადი ვარ. აფექტური არის რომ ტვინი აღარ მუშაობს, მაგრამ ფეთქებადი ვარ. ოღონდ დავარეგულირე. ფეთქდები ტვინი მაშინ მუშაობს? შეიძლება აფეთქებულზე მართავდე გონებას და აფექტური კიდე უარესი არის. ისე რა. ფეთქებაძე იქით არის აფექტური. ანუ პიტბულა არის რო იჩითები, როცა აფექტში ხარ. ხო. შეგვიძლია რა ვთქვა. ამერიკული დოგი ხარ, როდესაც ამერიკული ბული ვარ, როცა ხო ანუ ფეთქებადო ამ მქონდა ეგეც დავარეგულირე, ბევრად მეტი მქონდა, რაღაც მომენტებში აი ძალიან ფეთქდებოდი, როცა არ იყო საჭირო მაგალითად რა.
და მე თეთრი მაიკით მომედი დავაფიქსიროთ თუ შეიძლება ნელ-ნელა ფერს იცვლის. რო დაამოღამე, მე წახვედი იქ, ხო? კომბინირებულ სპორტში. კომბატ სპორტზე? ხო. და იქ დაგეხმარა, მახსოვს რომ თქვი რომ იმაზე აგრესიას კი არა და ნეგატივის გამოყვანაში სისხლიდან გეხმარება. ძალიან გამშვიდებს. ეგ ძალიან მაგარი არის. ძალიან სასიამოვნოა. ეხლა სამი თვე არ მივარჩია და მელოდით ეხლა არ ავფეთქებ. არა, ხურო. კი, ეგ ძალიან ამშვიდებს მართლა. სრულ ჰარმონიაში ხარ, იქიდან რომ გამოდიხარ, ვიღაცა მოსახეში გიტყვა ძალიან ბედნიერი ხარ. ხო, მე ყველაფერს გამოდიოდი, სულ მაგას ვღადავდი. დღეს ერთი 7 ჯერ მომხდა და სტორის ვწერდი მაგაზე და ძალიან ბედნიერი სახით ვიყავი, აქ ჩალურჯებული ვიყავი, აქ ყური ქონდა გატეხი. და ძალიან სიამოვნებდა სახეში ზელვა ხალხის და მეც რომ ზილავდნენ. შენი ოცნება რა არის? ჩემი ოცნება? აი პირველი რაც გაგახსენდა ეხლა ვიქხარ. აი ეგრევე ისე ვთქვი, ტყეში სახლი ამათთან ერთად. ჩემთვის რა და ძალიან ახლოს ვარ ბუნება, ასად ჯანდაბაში ვერ მიდიხარ მაგისტვის. გადადგი, გვერდზე დინარია, ცივწყალში ჩაწექი. ამოდი. სად არის გვერდზე დინარე? შენ წარმოსახვის. ჩემ გონებაში. ცხოველებთან ერთად წარმოგიდგენია მთელი ცხოვრება იქნები? აუ, არ ვიცი, მაგაზე არ მაფიქრობთ გეხვეწები, არაფერი არ მაქვს წარმოდგენილი, რა შეიძლება იყოს, როცა ესენი აღარ იქნებიან. არა, მე შენ ამ ტრაგიკულ რაღაცა ისტორიაზე ვერ გელაპარაკები, რაზეც მე თვითონაც არ მინდა ფიქრი და ძალიან გთხოვ ამ თემას ჩვენ არ შევეხოთ. მე გეუბნები რომ ან ზოგადად შენი აზრით, მთელი შენი ცხოვრება ცხოველების გადამოცვაში იქნები? არ ქონია ის, რომ აი რაღაც მომენტში მარტო ჩემ თავს დავუთმობ დროს. ხო და აი არ ვიცი. სრულიად მაგაზია დამოკიდებული, რამდენად გავტყდები, როცა გასატეხი მომენტი დადგება. მაგიტო არ მიფიქრია, თორე ისე ზოგადად ცხოვრები ძალიან მინდა, ცხენი მინდა ძალიან, აი აბსოლუტურად მისტიური ცხოველი არის და მინდა რომ ოდესმე ყავდეს, მაგრამ მართლა ზუსტად მაგაზია დამოკიდებული, როცა აი ფაქტის წინაშე დავდგები, როცა დასადგომი იქნება, აი მანდ რა დამემართება არ ვიცი. და მე გადავწყვიტე მაგას. აბები გამოვიდა. სად? რაბი? ცხოველს უხარ. რამდენი ხანი? სიცოცხლესო და მართლა არის. ამაზონზე არის. დაკვირვების ქვეშ არის მართლა ეგ აბები, უბრალოდ ამბავი ის არის, რომ არავის არ უნდა რომ პირველი ეს რაღაცა გამოცადოს თავის ცხოველზე. გარისკოს? გამოცადოს. მე მაგალითად ფოკუსი არ გამოვცდიდი რა, ანუ გამოცადო რაღაც 1000-ობით ძაღლზე და მეც გავტესტო. გავტესტავ რა ანუ მოკლედ ეგ აბი ხელს უწყობს ყველა ორგანოს იმაში რომ შეამციროს დაბერება ტემპი დაბერების ტემპი ხო ამცირებს დაბერების ტემპს ყველა ორგანოსს რა როგორ ფიქრობ თუ იმუშავებს ეგრევე მომეცით იზამდე 27000 მომეცით ყველა თავარებინებ რამდენი საჭიროა თუ მუშაობს აბა რას ვიზავდი რა თქმა უნდა ვიზავდი მე მეშინიათ ამ ეგეთ რაღაცებს. რა მხრივ? რა ნაწილში გეშინია? აი, ყველასაზე გატესტონ რა და არა, მეც მაგას გულისხმობ. აი, მეშინია რა. მე მაგას გულისხმობ უკვე თუ გატესტილია, მე ვიზავთ. და ხშირად გავიგე ვაფშე საერთოდ მაგას. მე ეგეთ რაღაცებს ძალიან მიგდებს. კოცნობიერულად იცის. კოცნობ ხო, რა უცნობია. TikTok-მა რაზე ფიქრობ? ძალიან მინდოდა რომ თორი უფრო ხშირად გამოჩნდეს კადრში, მაგრამ დაპყრობილი აქვს სრულიად უკონა. მომჯდარი არის უცნაურ პოზაში და აფერებინებს უყოლას. მადლობა რომ ჩემი სტუმარი ხარ და იყავ. მადლობა მოწვევისთვის.